ეს არის ჩემი გვერდი. მე როგორც გითხარით, რომ $10 შევედი, ჩანს აქ $10 თუ შევედი, $10 კარისი ჯდება. მაგალითად, თუ დადეთ მაგალითად $30-50, შეგიძლიათ ყველას ინვესტიცია არ გააკეთოთ, დაიტოვოთ მას საფულეზე და ნაწილი დადოთ. მე მაგალითად ყველა დავდეთ, ეგ არის რო შემოვიტანე, ეს არის ინვესტიცია რო გავაკეთე. ქვევით არის $1 და 20 ცენტი მაქვს შემოსული ახლა მოგება დარიცხული მაქვს ფული. მოკლედ მე დადებული მაქვს 28 დღიანზე. ეს როგორც გითხარით, პირველი საინფორმაციო დაფა და შედიხართ და ნახულობთ ინფორმაციას. შემდეგ საფულე მოდის. აქ არის სხვადასხვა კრიპტოვალუტა. პორტოფოლიო. პორტოფოლიოში შედიხართ, აქ არის დამწყები. დამწყები არის $10. მე ვარ დამწყები $10. $10 დავიწყე, 28 დღეზე განვათავსე და დღეში 1% მერიცხება მოგება, ანუ 28 დღეში გამომდის $2 და 80 ცენტი. $100-ზე თუ დარიცხავთ, ესე იგი $28 დაგერიცხებათ $1 დღეში. $1000-ზე შესაბამისად $1000-იც 1% დღეში დღიურად. აქ ტრანზაქციები არის. ტრანზაქციებში მოცემული არის პირველად ფული რო დავრიცხე ანგარიშზე, მე აქვე ამ ანგარიშიდან რო გადავიტანე და სტეიკინგზე დავდე, სტეიკინგზე ძახიან ამას, რომ დავდე ფული სამუშაოდ რა განვათავსე და შემდეგ მოდის უკვე 10 ცენტები ყოველდღიურად. ყველაფერი ნათლად ჩანს. აქ არის კიდე ფსონის დადება. ფსონის დადება შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც პოლიმარკეტში არის დაახლოებით მასე, დადებთ ფსონს მაგალითად ბიტკოინის მომატებაზე, თუ ფიქრობთ რომ ბიტკოინი მოიმატებს და თუ მოიმატა ფული, გაიმარჯვებთ. ასე თუ არ მოიმატა, რა თქმა უნდა, დაგარგავთ თანხას. აქ არის კიდე დავალებები. დავალებებზე ქულები გერიცხებათ, მე 118 მაქვს დარიცხული, ხედავთ, 118. ეს ქულები იცვლება ფასიან საჩუქრებზე, როგორც გვირდებიან. ჯილდოები არის, ჯილდოს გაძლევენ. მოკლედ სხვადასხვა დავალებები არის რა, შეასრულებთ დავალებებს. ახლა შეგიძლიათ ჯილდო მიიღოთ. გაზიარებები არის, ესეც დავალებებია. ინსტაგრამზე, ტიკტოკზე და იუთუბზე და ყოველთვიური დავალებები არის. გახდით საზოგადოების ლიდერი, აქაც ქულები 50 ქულა, გაზარდეთ თქვენი მთლიანი ინვესტიციები, აქაც გერიცხებათ, როცა გაზრდით. დროს პილოტში დაწერეთ მიმოხილვაო, ახაც დაგერიცხებათ. გამოაქვეყნეთ medium სტატიას გამოაქვეყნეთ 35 ქულა დაგერიცხებათ და რა ვიცი, ასეთი დავალებების შესრულების შემდეგაც იღებთ ჯილდოებს.
პირველი გატანაზეც ჯილდო გერიცხებოდა ისა ქულები. დააკავშირეთ Telegram ბოტი აქაც ქულები და ვიცი Telegram-ზე გაზიარება და ასეთი რაღაცები არის. ეხლა პარტნიორებზეც გადავიდეთ, აქვს კიდე პარტნიორული პროგრამა. პარტნიორები მე არავინ არ მყავს მოწვეული და არ ჩანს აღარ როგორ მუშაობს ყველაფერი სახსნა არის აქ დონეების და მიხედვით როგორ მუშაობს აქ არის მოწვევის ბმული აი ეგ სამი წერტილი რომ აქ უნდა დავაწყობოთ აი აქ არის მოწვევის კოდის კოპირება მოწვევის ბმულის კოპირება რეგისტრაციის ბმულის კოპირება მოკლედ დააწყაბებთ ამას მოწვევის ბმულის კოპირებას დაკოპირდა რეგისტრაციის ბმულის კოპირებას დააწყაბებს დააკოპირებ და გაუგზავნით მას ვისაც გაქვთ სურვილი რომ მოიწვიოთ აქ სამუშაოდ აქ განახებთ როგორ არის რეფერალური დონეები აქ ხედავთ სხვა პროექტებთან შედარებით ამას $10-დანაც კი აქვს ვინც დამწყები არის და მოიწვევს იმას აქვს თავისი მოწვეულიდან შემოსავალი მაგალითად სხვა პროექტებში $100 თუ არ გაქვს ინვესტიცია მოწვეული ადამიანისგან ბონუსი არ დაგერიცხება, პროცენტი არ დაგერიცხება. აი აქ არის პირველი დონე. მაგალითად 8%, ძირითადი 4%, თანხა $10, ბრუნვა 0. აქ არის აი აქ ეკითხეთ აქცია ეს შემდეგ დონე მეორე დონეზე არის უკვე $25 უნდა გქონდეს მეორე დონეზე დონიდან რომ შემოსავალი მოგივიდეს უკვე $25 უნდა გქონდეს დადებული და ბრუნვა უნდა იყოს $100 წერია $100 მესამე დონიდან ფული უნდა გქონდეს შენი ინვესტიცია $100 გაკეთებული და 10,000 ბრუნვა. მეოთხე დონიდან ასე $500 და 25,000 ბრუნვა. მოკლედ 2% არის მეოთხე დონეზე, 3% არის პირველ იმაზე მესამე დონეზე 5% არის მეორე დონეზე და 8% არის პირველ დონეზე. აი დანარჩენ დონეებზე აქეთ უფრო იკლებს და იკლებს რა. უფრო მეტი უნდა გქონდეს ფული და ინვესტიცია და ბრუნვაც უფრო მეტი უნდა იყოს. მაგრამ ახლა ბრუნვა თუ იქნება ის პატარა დაბალი პროცენტებსაც არ მოაქვს ხოლმე ცოტა ფული. მეათე დონეზე მაგალითად 0.25% არის 0.25% მაგრამ $12,500 თუ გიქნება თუ მიყოლთ ამ დონემდე რომ $12,000 გქონდეთ გიქნებათ დადებული ინვესტიცია გაკეთებული აი მოგებული თანხიდან ამოღებული $12,500 და განთავსებული და ბრუნვა გიქნებათ თქვენს სტრუქტურაში
თქვენ რეფერალებთან ერთად ყველას ბრუნვა გექნებათ 125,000, იქიდან 0.25%-იც არ იქნება ცოტა. მოგდეთ ეს გავარკვიეთ რეფერალური როგორ არის. ახლა შევიდეთ დეპოზიტებში. აქ ხდება ფულის განთავსება. აი მაგალითად ახლა ვნახოთ, აქ არის სხვადასხვა დროით ფულის განთავსება. მაგალითად შევწეროთ $100. $100. შეხედე ახლა რა ვქნათ. $100 არის X1. X1 ხედავთ. X1-დან შეხედე განთავსება ახლა განახოთ როგორ არის. 28 დღე ხედავთ. 28 დღე. აი X1 არის 28 დღე. თუ განათავსებთ სავარაუდო მოგება ბოლოს წერია ხე, სავარაუდო მოგება. 28 დღეში $28. ხედავთ? ესე იგი დღეში $1, 1%. $100. ახლა გავაკეთოთ 1/9-ზე. არის 42 დღე, 42 დღე თუ განათავსებთ, აი ნახეთ. 42 დღე თუ განათავსებთ, სავარაუდო მოგება არის $44. $100-დან $44 მოიგებთ. დაგჭებათ მოგება. X2. X2-ზე არის 56 დღე, როგორც ხედავთ. 56 დღით განთავსდება და $61 არის მოგება $100-დან. ახლა X4 ვნახოთ. აი 112 დღე. 112 დღე თუ განათავსებთ, $132 მიიღებთ მოგებას $100-დან. X5 არის ბოლოს. ეს არის 140 დღე. 140 დღით თუ განათავსებთ $100, $100-დან მიიღებთ მოგებას $175. ასეთი სისტემა აქვთ. გისურვებთ ყველას წარმატებებს.